დღევანდელი ვიდეო ჩაგძირავთ არაბეთის ნახევარკუნძულის ყველაზე იდუმალ ქვეყანაში, საუდის არაბეთში. მისი ტრადიციების, საიდუმლოებები და უჩვეულოდ მკაცრი კანონები შთაბეჭდილობას მოახდენს თავგადასავლებისა და საიდუმლოებების მოყვარულებზე. რატომ იზიდავს ეს ქვეყანა მათ, ვინც უკეთეს ცხოვრებას ესწრაფის და როგორ გახდა პოლიგამია მისი კულტურის ნაწილი. ამ ვიდეოში დაძაბული მომენტი კი ის იქნება, როდესაც მოისმენთ ისტორიას იმ რიტუალის შესახებ, რომელიც აქ დღემდე მოქმედებს. სიკვდილით დასჯა. წინ ძალიან საინტერესო ვიდეო გელოდებათ, ასე რომ თავიდან ბოლომდე უყურეთ. დავიწყოთ. ვიდეოს დასაწყისში მოკლედ გავეცნობით ამ ქვეყანას. საუდის არაბეთი დიდი სამეფოა, რომელიც აზიის კონტინენტის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. ქვეყანას აქვს ისტორია, რომელიც წარმოიდგინეთ 2800 წელს ითვლის, იმ დროიდან, როდესაც ამ ტერიტორიაზე პირველი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნები გაჩნდა. საუდის არაბეთის დედაქალაქი ერთ-ერთი უდიდესი ქალაქია მსოფლიოში, რიადი. მისი ფართობი 1900 კვადრატული კილომეტრია. საუდის არაბეთში უდაბნოს კლიმატია, მაღალი ტემპერატურა და მინიმალური ნალექი. ზამთარი აქ ძალიან ცივი არ არის და საკმაოდ სასიამოვნოა. ზამთრის თვეებში ტემპერატურა შესაძლოა +10 გრადუსამდეც დაეცეს. ცუდი არ არის, ხომ ასეა, მაგრამ ზაფხული ცხელი და უნალექოა, ტემპერატურა კი უკვე +50 გრადუს ცელსიუსს აღწევს, რაც ნამდვილად მეტისმეტია. ქვეყანა მუსლიმურ სამყაროში ერთ-ერთი საკვანძო სახელმწიფოა. სწორედ აქ მდებარეობს მექა, სადაც სხვადასხვა ქვეყნიდან მუსლიმები პილიგრიმებად ჩამოდიან. ისლამი სახელმწიფო რელიგია და მჭიდროდ არის დაკავშირებული ადგილობრივ კულტურასა და წეს-ჩვეულებებთან. საუდის არაბეთში, სადაც შარიათის კანონი მოქმედებს, რელიგიას სრული გავლენა აქვს. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ამ ქვეყნის მცხოვრებლები დღეში 5-ჯერ ლოცულობენ, რის დროსაც რესტორნები, მაღაზიები და სხვა მომსახურების ობიექტები უბრალოდ იკეტება. ეს ის ერთ-ერთი იშვიათი ქვეყანაა, სადაც აბსოლუტური მონარქია. მეფეს სრული ძალაუფლება აქვს და იგი მთავრობის მეთაურია. საუდის არაბეთის ეკონომიკის ძირითადი ნაწილი ნავთობის მოპოვებასა და ექსპორტზეა დაფუძნებული. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს სამეფო არის შავი ოქროს ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებელი და ექსპორტიორი. გარდა ამისა, მთავრობა აქტიურად ცდილობს ეკონომიკის დივერსიფიკაციას და სხვა სექტორების განვითარებას, როგორიცაა ტურიზმი, გართობა და ფინანსური მომსახურება. ახლა მოგიყვებით, რატომ გადადის უკეთეს ცხოვრებაზე მეოცნებე მრავალი ადამიანი საუდის არაბეთში თავისი ოცნებების ასასრულებლად. ეს განსაკუთრებით ეხება ახალგაზრდებს, რომლებმაც ახლახან დაასრულეს სწავლა და დასაქმების შესაძლებლობებს ეძებენ. სხვადასხვა სფეროში ბევრი ვაკანსია არსებობს, რაც შრომის ბაზარს ღირსეულსა და პერსპექტიულს ხდის. ამ არჩევანზე გავლენას ახდენს ისეთი ფაქტორებიც, როგორიცაა ქვეყნის ფინანსური კეთილდღეობა. და ეს გასაკვირიც არ არის, რადგან ქვეყნის ეკონომიკა ნავთობის დომინირების წყალობით კარგ მდგომარეობაშია. ეს უზრუნველყოფს სტაბილურობასა და კეთილდღეობას, რაც მას საცხოვრებლად მიმზიდველ ადგილად აქცევს. თუმცა ადამიანებს ამ ქვეყანაში მხოლოდ ეკონომიკური უპირატესობები არ იზიდავს. საუდის არაბეთი მდიდარია კულტურული მემკვიდრეობითა და უნიკალური ტრადიციებით, რომლებიც ბევრს აოცებს და ხიბლავს. მთლიანობაში სამეფო პერსპექტიული ქვეყანაა შესანიშნავი კარიერული შესაძლებლობებით და უნიკალური კულტურული გამოცდილებით. გასაკვირი არ არის, რომ ბევრი ადამიანი საკუთარ მომავალს სწორედ ამ ქვეყანას უკავშირებს და თუ კი თქვენც უკეთეს ცხოვრებას ოცნებობთ და კულტურა და ისტორია გაინტერესებთ, მაშინ საუდის არაბეთი შეიძლება თქვენი იდეალური საცხოვრებელი ადგილი გახდეს. თუმცა რა თქმა უნდა, ყველაფერი ნებაყოფლობითია. ახლა გავიგოთ, როგორ თამაშობენ ტრადიციული ისლამური წესები, ნორმები და რელიგიური მოვალეობები მნიშვნელოვან როლს ამ ქვეყნის მოსახლეობის ცხოვრებაში. ისლამური პრაქტიკები მოქალაქეთა ცხოვრების წესის საფუძველს წარმოადგენს, სამართლებრივი სისტემის საძირკველს. ათწლეულების განმავლობაში საუდის არაბეთში რელიგია უფრო კონსერვატიულად იყო განმარტებული ვიდრე სხვაგან. შედეგად ქვეყნის კულტურული ღირებულებები ხშირად გავლენას ახდენდა იმაზე, თუ როგორ ხდებოდა კანონების გამოყენება. გაგიკვირდებათ და ერთმანეთთან ნათესაური კავშირის არ მქონე მამაკაცებსა და ქალებს ურთიერთობა არ შეეძლოთ, ხოლო ყოველდღიური ცხოვრება დღეში დაახლოებით 5-ჯერ ლოცვის გარშემო იყო დაგეგმილი. გარდა ამისა, ქალებს ევალებოდათ შავი ზედა სამოსის ტარება, რომლებსაც აბაია ეწოდება. და საზოგადოებრივ ადგილებში თმის დაფარვა. ბევრი მათგანი სახესაც ფარავდა. სასიხარულოა, რომ 2017 წლიდან ზოგიერთი ასეთი შეზღუდვა გაუქმდა, მას შემდეგ, რაც სახელმწიფოს ხელმძღვანელის მიერ უფრო ზომიერი ისლამის ხედვის განხორციელება დაიწყო. ადგილობრივები აცხადებენ, რომ ახლა სხვადასხვა სქესის წარმომადგენლებს შეუძლიათ უფრო თავისუფლად იმუშაონ გვერდიგვერდ და ერთადაც კი წავიდნენ კინოში ან სპორტულ მატჩებზე. წარმოიდგინეთ, 2018 წელს დედაქალაქ რიადში კინოთეატრი 40 წლის შემდეგ პირველად გაიხსნა.
ქალებს ახლა შეუძლიათ ავტომობილის მართვა, მანქანის ქირავობა და თავისუფლად გადაადგილება, ისე რომ მამაკაცი მეურვე სავალდებულო აღარ არის. არადა ეს ასე იყო ადრე. და მორალის პოლიცია, რომელიც აკონტროლობდა სოციალურ ურთიერთობებს და აჩერებდა გრძელთმიან მამაკაცებს და იმ ქალებს, რომელთა აბაიად ზედმეტად მოკლე იყო, უფლებამოსილობებს ჩამოაშორეს. ახლა რელიგიური პოლიციის თანამშრომლებს აღარ აქვთ შარიათის კანონის დამრღვევთა დაკავების უფლება. მათ მხოლოდ ის ევალებათ, რომ ასეთი დამრღვევების შესახებ აცნობონ ჩვეულებრივ პოლიციას ან ნარკოტიკებთან ბრძოლის დეპარტამენტებს. მაინც უცნაური გადაწყვეტილებაა, მაგრამ ერთი რამ გაურკვეველია, როგორ არის ეს დაკავშირებული ამ პოლიციის განყოფილების საქმიანობასთან. სადღაც მაინც მიმდინარეობს რელიგიური კონტროლი. მორალის პოლიციის თანამშრომლებს თავიანთი მოვალეობების შესრულება ევალებათ სულიერი სიწმინდის დაცვისა და მანკიერებების აღკვეთის მიზნით, თანაც კეთილი და რბილი მითითებების გამოყენებით. სწორედ აქ მივდივართ მთავარ საკითხამდე, როგორც მე მეჩვენება. და მაინც საუდის არაბეთში დღესაც არსებობს რამდენიმე უცნაური და უჩვეულო კანონი, რომლებმაც ჩემი გაოცება და გაუგებრობაც გამოიწვია ცოტათი. აი ასეთი კანონების რამდენიმე მაგალითი. საუდის არაბეთში აკრძალულია ნებისმიერი სახის ალკოჰოლური სასმელი, როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის. ისე ჩანს, თითქოს ამ ქვეყანაში ჩვეულებრივი წყალიც კი შეიძლება ყველაზე ძლიერ ალკოჰოლად ჩათვალონ. ამიტომ თუ გადაწყვეტ ამ სახელმწიფოში წვეულობის მოწყობას, არ უნდა და გავიწყდეს მოამზადო მინერალური წყლის კოქტეილი ლიმონთან ერთად. ყველაფერი დანარჩენი მკაცრად აკრძალულია. ალკოჰოლის ფლობა, წარმოება ან გაყიდვა შეიძლება სერიოზული სასჯელით დასრულდეს, მათ შორის თავისუფლების აღკვეთითაც კი. შოკირებული დავრჩი, როცა გავიგე, რომ 2014 წელს საუდის არაბეთის მთავრობამ ამ ქვეყანაში მცხოვრებ ბრიტანეთის მოქალაქეს 350 მათრახის დარტყმა მიუსაჯა სახლში დამზადებული ღვინის შენახვის შესახებ კანონის დარღვევისთვის. თუმცა ერთი წლის შემდეგ საერთაშორისო საზოგადოების ჩარევის შედეგად 74 წლის მამაკაცი გაათავისუფლეს. არსებობს კიდევ ერთი უცნაური კანონი, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში აკრძალულია პირადი გრძნობების საჯაროდ გამოხატვა, მაგალითად ხელჩაკიდება ან კოცნა. ეს მიუღებელ სოციალურ ნორმადაა მიღებული. მაშინ რას აკეთებენ ისინი 14 თებერვალს, ალბათ მარც აღნიშნავენ. ასევე არსებობს იურიდიული შეზღუდვები გასართობი ადგილების მონახულებაზე, მაგალითად ღამის კლუბები აკრძალულია, ხოლო კონცერტების ორგანიზება სპეციალურ ნებართვას მოითხოვს. სამეფოში საზოგადოებრივი სერვისებით სარგებლობა ყველასთვის ხელმისაწვდომია, თუმცა ვინც განზრახ დააზიანებს მათ დაისჯება. კანონი კრძალავს ნებისმიერი შენობის უკანონოდ მიერთებას კომუნიკაციებთან. ამას მოჰყვება სასჯელი, მიუხედავად იმისა, დამნაშავე თავად არის ზიანის გამომწვევი თუ დამრღვევის თანამონაწილე. კანონში ნათქვამია, რომ ნებისმიერი პირი, რომელიც ცდილობს საზოგადოებრივი სერვისების დაზიანებას, დაჯარიმდება და შეიძლება 2 წლით თავისუფლების აღკვეთაც მიესაჯოს. ისინი დაისჯებიან, ვინც ზიანს აყენებენ ან სხვებს ეხმარებიან ამაში. 2022 წელს ზაფხულის თვეებში შუადღის სამუშაოს ამკრძალავი კანონი ამოქმედდა. თითოეული დარღვევისთვის ჯარიმა იყო გათვალისწინებული. აკრძალვა ძალაში შედიოდა 15 საათიდან 3 თვის განმავლობაში. ეს შეზღუდვა ყველა კომპანიას და დაწესებულებას შეეხო. არსებობდა კიდევ ბავშვთა დაცვის კანონი, რომელიც კრძალავს ბავშვების მონაწილეობას გასართობ აქტივობებში, რომლებიც საფრთხეს უქმნის მათ უსაფრთხოებას ან ჯანმრთელობას. სამეფოში რთული მდგომარეობა აქვთ მათაც, ვინც ინტერნეტის საშუალებით ფინანსურ თაღლითობას ჩადის. მათ შეიძლება 3 წლის თავისუფლების აღკვეთა ან მაღალი ჯარიმები დაეკისროთ. ამასთან შრომის კანონმდებლობა ითვალისწინებს, რომ კრიმინალური წარსულის მქონე უცხოელი მუშაკის დაქირავება დაუშვებელია. ეს კანონები ასახავს იმ კონსერვატიულ და სოციალურ-კულტურულ ნორმებს, ასევე რელიგიურ პრაქტიკებს, რომლებიც საუდის არაბეთში დომინირებს, თუმცა ბოლო წლებში ქვეყანა ცვლილებებისა და ლიბერალიზაციის პროცესს გადის. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ოჯახურ ღირებულებებს ამ ქვეყანაში მცხოვრები ხალხისთვის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. ეს კარგად ჩანს ტრადიციულ ქორწილებში, რომლებიც შეიძლება რამდენიმე დღეს გაგრძელდეს და მრავალი რიტუალი და ტრადიცია მოიცვას. აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა ოჯახებს საკუთარი სახლის მოწყობა მშობლების სახლთან ახლოს ევალებოდათ ადრე. ამიტომ ქალაქებში ხშირად შეხვდებით მთელ უბნებს, რომლებიც მხოლოდ ნათესავებისგან შედგება. ასეთ კლიმატში ალბათ ეს საკმაოდ მოსახერხებელია, რადგანაც შორს წასვლა არ გჭირდება ნებისმიერ ნათესავის სანახავად, რადგან ახლოს არიან. თუმცა მაინც საუდის არაბეთს აქვს გარკვეული სპეციფიკური მოთხოვნები და ხარჯები ოჯახური ცხოვრების მიმართ და იმ ადამიანების მიმართ, ვინც იქ ემიგრირებს.
კერძოდ 2017 წლის ივლისში მიღებული კანონის მიხედვით უცხოელმა მუშაკებმა, რომლებიც ქვეყანაში ოჯახთან ერთად ცხოვრობენ, ყოველ ოჯახის წევრზე, როგორც დამოკიდებულ პირზე, თვეში დაახლოებით ჩვენს ფულზე 300 ლარამდე უნდა გადაიხადონ. ეს გადასახადი დაწესებულია იმისათვის, რომ გარკვეულწილად გაამარტივოს საუდის არაბეთში მცხოვრები მოსახლეობისთვის საცხოვრებელი პირობები და მომსახურებები. სამწუხაროდ ეს მოთხოვნა მხოლოდ ექსპატებს ეხებათ, ანუ ჩასულებს. ეს გადასახადი დამატებით ტვირთად იქცა მუშაკებისთვის, განსაკუთრებით მაშინ თუ ოჯახში ბევრი დამოკიდებული პირი ჰყავთ. თუმცა ეს მოთხოვნა საუდის არაბეთის კანონმდებლობის ნაწილია, რომელიც უცხოელი მუშახელის შემოდინების უფრო მკაცრ კონტროლს ისახავს მიზნად. ზოგადად ოჯახურ ღირებულებებს საუდელთა ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს და ისინი მათი კულტურისა და ტრადიციების განუყოფელი ნაწილია. ოჯახი ხელს უწყობს საზოგადოებაში ერთიანობისა და სოლიდარობის შენარჩუნებას და თაობებს შორის კავშირის გამყარებას. მიუხედავად გარკვეული შეზღუდვებისა, ოჯახი მრავალი საუდელისთვის ცხოვრების ცენტრს წარმოადგენს და მხარდაჭერისა და სიყვარულის წყაროა. ოჯახური ღირებულებების ძლიერი გავლენის მიუხედავად, საუდის არაბეთში ქალებისთვის მაინც არსებობს გარკვეული შეზღუდვები. მაგალითად, ქალს არ აქვს ქორწინების უფლება მამაკაცის თანხმობის გარეშე. ასევე პოლიგამია კერძო პრაქტიკაა, თუმცა აკრძალული არ არის. საუდის არაბეთი მსოფლიოს იმ რამდენიმე ქვეყანას შორისაა, სადაც პოლიგამია კვლავაც რელიგიური და ტრადიციული შეხედულებების საფუძველზე არსებობს. მოსახლეობის უმეტესობა მუსლიმია და სწორედ ამიტომ პოლიგამიის გამართლება გარკვეულწილად რელიგიური ქორწინებითი ვალდებულებებისა და პასუხისმგებლობების განაწილებაში იძებნება. ყურანისა და ისლამური სამართლის მიხედვით მამაკაცს უფლება აქვს ყავდეს 4-მდე ცოლი იმ პირობით, თუ რა თქმა უნდა შეძლებს მათზე სათანადო ზრუნვას და ყველა ოჯახურ პასუხისმგებლობას გაუმკლავდება. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ თანამედროვე საუდის არაბეთში პოლიგამიის პრაქტიკა ნაკლებად გავრცელებული გახდა. ეს გამოწვეულია სხვადასხვა სოციალური და ეკონომიკური ფაქტორებით, როგორიცაა ოჯახური ცხოვრების ხარჯების ზრდა, ოჯახის ზომის ზრდა, ინდივიდუალისტური პრეფერენციები და სოციალური ნორმების ცვლილება. ქვეყანაში ოჯახური სტატუსი დიდ მნიშვნელობას ატარებს და მოქმედი კანონმდებლობა ამ სფეროს მკაცრად არეგულირებს. ქორწინების კანონები იცავს თითოეული ცოლის უფლებებს, იცავს მათ ქონებას და უზრუნველყოფს თანასწორობას კანონის წინაშე. ქორწინების გაფორმების ყოველი ეტაპი, მათ შორის მისი რეგისტრაცია, მოითხოვს ყველა არსებული ცოლის თანხმობას. პოლიგამია კვლავაც დებატებისა და განხილვის საგანია საუდის საზოგადოებაში, რაც ასახავს რელიგიური, კულტურული და სოციალური ფაქტორების შერწყმას, რომლებიც ამ საკითხებისადმი დამოკიდებულებაზე გავლენას ახდენს. ამგვარად პოლიგამია კვლავაც რჩება სფეროდ, რომელიც სხვადასხვა შეხედულებების გათვალისწინებასა და საზოგადოებასთან ჰარმონიზაციას საჭიროებს. საუდის არაბეთი ასევე ცნობილია სამართლისა და წესრიგის მკაცრი სტანდარტებით, მათ შორის სიკვდილის დასჯის გამოყენებით. საუდის მართლმსაჯულების სისტემაში სიკვდილით დასჯა ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი და ხშირად გამოყენებული სასჯელია სხვადასხვა დანაშაულისთვის, მათ შორის მკვლელობის, გაუპატიურების, ნარკოდანაშაულის, ბავშვებზე ძალადობის, ღალატის და ტერორიზმისთვის. საუდის არაბეთში სასიკვდილო განაჩენი სასამართლოს გადაწყვეტილებით სრულდება და შეიძლება სხვადასხვა ფორმით განხორციელდეს, მათ შორის საჯარო ადგილზე מחვილით თავის მოკვეთით. ასეთი აღსრულებები, როგორც წესი, ეფუძნება ისლამის ოფიციალურ რელიგიურ და სამართლებრივ ინტერპრეტაციას. ოფიციალური ინფორმაციით, საუდის არაბეთის მთავრობამ 2023 წელს 170 ადამიანი დასაჯა სიკვდილით. თუმცა ბოლო წლებში სახელმწიფო საერთაშორისო ზეწოლის ქვეშ მოექცა სიკვდილით დასჯის გამოყენების გამო. ამ სასჯელის კრიტიკოსები აცხადებენ, რომ ასეთი მკაცრი ზომა ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებებს და ზოგჯერ გამოიყენება იმ ადამიანების მიმართაც კი, რომლებიც პოლიტიკურ საქმიანობაში იყვნენ ჩართული ან სხვა მძიმე დანაშაულში იყვნენ მსჯავრდებულნი ისე, რომ სხვებისთვის ზიანი არ მიუყენებიათ. მიუხედავად საერთაშორისო ზეწოლისა, მთავრობა აგრძელებს სიკვდილით დასჯის გამოყენებას, როგორც დასჯის საშუალებას და ამით ქვეყნის ტრადიციებსა და სოციალურ-კულტურულ ნორმებს იცავს. მნიშვნელოვანი აღინიშნოს, რომ საუდის არაბეთში სიკვდილით დასჯის მართებულობა და კანონიერება საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დებატების საგანია, როგორ გამოიყენება ასეთი აღსრულობა საჯარო ადგილას. ვფიქრობ, ბევრს აინტერესებს ეს კითხვა. და აი ასე აღწერენ ამ საშინელ რიტუალს თვითმხილველები. შუადღისას ძველი რიადის ცენტრალურ მოედანზე დაახლოებით 60 ადამიანი შეიკრიბა სიკვდილით დასჯის საყურებლად. ქალაქის მთავარ მეჩეთში ლოცვა ახლახან დასრულებული იყო და ხალხი
განაჩენის აღსრულებას ელოდა. ჯალათს ხელში ეჭირა ბასრი მახვილი და იგი სიკვდილ მისჯილის თავზე ასწია. მჟავრდებული თეთრ სამოსში იყო გამოწყობილი, ხოლო კისერი შიშველი ჰქონდა. ჯალათი ერთი ნაბიჯით უკან იხევს და სიკვდილ მისჯილთან მოკლე საუბარს მართავს. ეს ხანმოკლე შეხვედრა სრულდება და ჯალათი თავის საქმეს უბრუნდება. ის ჩერდება, შემდეგ კი ნელა უშვებს მახვილს ისე, რომ მსჯავრდებულმა კანზე ცივი ფოლადის შეხება იგრძნოს. შემდეგ მომაკვდინებელი დარტყმა, რომელმაც კისერი გაჭრა და სისხლის შადრევანი. ამის შემდეგ ორი ადამიანი გამოდის, რათა სხეული და თავი წაიღოს. ერთ-ერთი მათგანი თავს იმ ნაჭრით იღებს, რომელშიც იგი იყო გახვეული. შემდეგ ხმამაღლა იკითხება დანაშაულთა სია, რომელთა გამოც მსჯავრდებულს სიკვდილი მიესაჯა. აღსრულების შემდეგ მოედანზე მხოლოდ დამლაგებელი რჩება, რომელიც შესაბამისი საშუალებებით იქ ყველაფერს ალაგებს და სისხლს რეცხავს. საუდის არაბეთის სამყაროში ჩაძირვა კვალს ტოვებს თითოეული ადამიანის გულში, ვინც ამ ქვეყანას მისი ტრადიციებისა და კანონების პრიზმაში შეხედავს. მისი იდუმალობა, მიმზიდველობა და სიმკაცრე არავის ტოვებს გულგრილს და მიუხედავად იმისა, რომ ბევრმა შეიძლება არ გაიზიაროს ამ კულტურისა და ცხოვრების წესის ყველა ასპექტი, შეუძლებელია უარყოთ, რომ ეს ქვეყანა ისეთ საიდუმლოებებსა და ამოუხსნელ მოვლენებს ინახავს, რომელთა შესახებ მხოლოდ ვარაუდი შეგვიძლია. გმადლობთ, რომ უყურეთ ამ ვიდეოს თავიდან ბოლომდე. აუცილებლად გამოიწერეთ არხი, რომ არ გამოტოვოთ სიახლე. ასევე უყურეთ ჩვენს სხვა ვიდეოებსაც. დამიჯერეთ, ნამდვილად არ დარჩებით უკმაყოფილო.